ივნისის ბოლოს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღები სამღვდელო პროცესს დაასრულებენ, თუმცა 1 ივლისიდან ქალაქის მეოთხე ბაღში საზაფხულო ჯგუფები გაიხსნება. მშობლებს, რომლებიც დასაქმებულნი არიან, შეუძლიათ ბავშვები ბაღში კიდევ ერთი თვე 1 აგვისტომდე ატარონ. ამისათვის საჭიროა წინასწარ დარეგისტრირდნენ ან შეიტანონ საბუთების სააღმრთელო დაწესებულებაში. როგორც მოგეხსენებათ, სააღმრთელო პროცესი დასასრულს უახლოვდება, ოფიციალურად 30 ივნისს დასრულდება, ხოლო 1 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით ქალაქ გურჯაანის ნომერ 4 საბავშვო ბაღში ფუნქციონირებას გააგრძელებს საზაფხულო ბაღი. გამომდინარე იქიდან, რომ მოთხოვნა ძალიან დიდია ყოველ წელს, საბავშვო ბაღში, საზაფხულო ბაღში ფუნქციონირებს რამდენიმე ჯგუფი, სადაც ჩარიცხულები იქნებიან ის აღზრდელები, რომელთა მშობლები დასაქმებულები არიან როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში, ასევე სოციალურ დაუცველთა ოჯახის შვილები. საზაფხულო ბაღში სიარული შეუძლიათ აგრეთვე იმ ბავშვებს, რომლებიც ამთავრებენ საბავშვო ბაღს და სკოლაში მიდიან. ზაფხულში ჩვენს აღზრდელებს დახვდებათ საკმაოდ კარგი, ჯანსაღი და უსაფრთხო გარემო.